მე ვფიქრობ, რომ ორივე სპორტსმენი ფინიშზე იქნება მოტივირებული. დავიწყეთ. Пойдет. ფეხის აღებას ცდილობს აქ ამიკო. ძალიან ჭკვიანი უნდა დაიწყო. ორთაბრძოლა ამიკო, რადგან ხამიდს უყვარს მეტოქის სხეულზე butterfly guard-ით შეხტომა და შემდეგ ზურგზე აღმოჩენა და ამის შანსი არ მიცა ამიკომ. И проходи сразу. Давай пространство. Руки береги. ცდილობს ფეხი გაუჭიმოს აქ ძალიან სწრაფად გადავიდა. დაიჭირა და მიბაზე თუმცა ამდენია დასრულოს გაუჭირდება ყოველ შემთხვევაში. Давай. ერთი წუთიც არ არის გასული და უკვე ძალიან ბევრი ხდება. კი, ამიტომ საკმაოდ აქტიურად დაიწყო. კლავ ფეხი აუღო ხამიდს. ნახოთ თუ მოახერხებს კლავ გაჭიმვას. აქ კარგად აქვს თქოს დაფიქსირებული, მაგრამ მუხტზე არ აქვს კონტროლი ჯერჯერობით. ოპოზიციაშია, ამიტომ ორი ქულა ამიკოს. აქ სამკუთხედს კრავს ამიკოს სიმონიშვილი. თუმცა ფეხი უნდა გაითავისუფლოს აქ. რადგან მიიყვანოს საბმიშენი ბოლომდე. სრულფასო უნდა თუ დაიჭირა სამკუთხედზე ძალიან გაუჭირდება აზიმოვს მის სამკუთხედიდან გამოსვლა. ამიტომაც არ აძლევს ახლა საშუალებას რომ ფეხი გაიხსნას ამიკომ. შესანიშნავი სუპი გააკეთა აქ ხამიდაზიმოვმა და მოექცა ტოპ პოზიციაში თუ შეინარჩუნოს ამ პოზიციას ისიც რა თქმა უნდა დააგროვებს ქულებს. ორი ქულა ხამიდს. Не выпускай его оттуда. Могу контролировать, хорошо. კი გალიასთან არიან და აქ უკვე სიაზე ცდილობს ჩავლება. აზიმოვი არის უპირატესობაში. არ უნდა დაიღალოს ახლა ამიტომ, მაგრამ რაუნდის მეორე ნახევარში ისეთ გაუჭირდება თუ გაგრძელდა ერთადროულად. კი, კიდევ ორ წუთზე მეტი არის დარჩენილი დასრულება. Бадилот хороший бадилот. Давай ему гад. გარდშია აქ. ამიკო თუმცა ცდილობს მოიშოროს. ხამიდი Пробуй пройти. Вот, тут. ჩატრიალდა აქ ამიკო თუმცა ხელსაყრელი პოზიცია მაინც ვერ მოიპოვა და კისერზე ცდილობდა აქ ჩავლების აღებას. Плотнее. Забирай ножку сразу. Да, вытягивай. Все туда же можно. აი ცდილობა ქონდა ამიკოს წამოდგომის, ფიზიკურად ძალიან ძლიერი არის ამიკო და Можно нарастить чуть-чуть. თუმცა მაინც უჭირს, იმიტომ რომ ასეთი გამოცდილი მებრძოლი არის მისი მოწინააღმდეგე. აქტიურობს ხამიდი, თუმცა თუ გამოიყენებს გალიას აქ სიმონიშვილი ვნახოთ. Скидывай, проходи тут сразу. აი შეძახილებიც გვესმის რომ გამოიყენონ მებრძოლებმა გალია. ხამიდს მოუწვა აქტიურობისკენ და სწორედ ამიტომ გახდა იძულებული შეეცვალა პოზიცია. Проходи сразу. Давай, концовочка, лови. Не отдавай обязательно. И проходи в правую сторону можно.
ცოტაღა დარჩა დასრულებული. ერთი ქულა მიყოს, რადგან საჯმა შეამჩნია ხამი დაზიმოვის ინერტულობა ამ ეპიზოდში. და დასრულდა კიდეც დღევანდელი ბოლო გრეპლინგის მატჩი მაქს ფაიტზე. ნახოთ, დაველოდოთ საჯების გადაწყვეტილებას. გაგონი გარკვეულწილად თანაბარი დაპირისპირება იყო. მაგრამ დაველოდოთ შედეგებს. საბოლოო ჯამში როგორ გადანაწილა ქულები ამას Ladies and gentlemen, the judges have scored this contest for the winner. Out of the red corner, Hamid, the rock and roller!